ნიკოლოზის აღმდგრობა ეგრეთ წოდებული, მისი არსი ჩართულია უკვე ჩვენს დასაცავად, ჩვენს სამფარველოდ, ჩვენს საგიდოდ, თქვი ეს და შეიძლება აქვეც იყოს თმებზე ვიგრძენი ძალიან დიდი ენერგიის შემოჭრა. ისეთი ამბებია სასულიეროში, რომ არ ვიცი, წინა 3-4 ღამის განმავლობაში თუ გრძნობდით რა ხდება, სულიერება, მოდი შევთანხმდეთ, სულიერება და ენერგეტიკა, ენერგეტიკული ველი და სულიერება, სიხშირე, Wi-Fi სიგნალები და სულიერება თითქმის ერთ ფაზაზე გადის. მხოლოდ ეს არის დაბალი სიხშირის და დაბალი სულიერების სიგნალები, რაც ესენი უშვებენ და 4 დღის წინ ჩართეს CERN-ი, ეგრეთ წოდებული CERN-ი, რომელიც ხსნის პორტალს წყდიადის და საშინელი დემონური არსის პორტალს ხსნის ეგრეთ წოდებულს, რადგან წინამდებარე შელოცვები, წინამდებარე ცივილიზაციები, რომლებიც სიტყვიერად და რიტუალებით და ლოცვებით ხსნიდნენ ამ პორტალებს, ისინი ხსნიდნენ სხვა რა, უბრალოდ აქაური ჯოჯოხეთის განზომილებას და CERN-ით ხსნიან სხვა გალაქტიკურ, ჩვენი გალაქტიკა, ჩვენი რეალობა, ჩვენი დროის ხაზი, ესენი ხსნიან სხვა გალაქტიკურ დემონებთან ბმას, რათა აქაურობაში შეინარჩუნონ მართველობა. მთელი ის კალკულაციები, მთელი ის მათემატიკა, მთელი ის ყველაფერი, რასაც კი რამეს გვასწავლიდნენ, ხო? და ეძებდნენ ხოლმე ძალიან ნიჭიერ მეცნიერებს და არსებობს მათი პრემიები და მათი ჯილდოები. იმისთვის ეძებდნენ ხოლმე ამ მათემატიკოსებს, რომ გადაეჭრათ ამ ალბათობის თეორიები და ეგრეთ წოდებული რაღაცა შესაძლო დროის ხაზების კვეთა და სხვადასხვა ესეთები, რადგან თითოეული მათი წარჩინებული, მათი სისტემის მონაა. და ბავშვობიდან ისეთ ოჯახურ პირობებში და ისეთ სისტემაში და ისეთ პროგრამაში და ისეთი მიდგომით ზრდიდნენ სკოლებიდან, რომ პატარა შექებაზეც კი, რა ვიცი, მთლიანი მსოფლიო გაეყიდა ვიღაცა წარჩინებულს. ამას ქვია ეგოთა ბაზა, ეგოთა ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც მომართულია სრულად მათ მსახურებაზე. თითოეული ეგო გახლავთ მათი ბიორობოტი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აიღოს ჯილდო და არც აინტერესებს რისთვის აკეთებს იმ რაღაცას, რაც აკეთებს. CERN-ი, რომელმა მეცნიერებმაც შექმნეს, არ აინტერესებთ რას აკეთებენ. აქვთ რაღაცა ცრუ და სხვა ინფორმაციები. სინამდვილე არავინ არ იცის ამ მეცნიერებიდან და ამ ქვეშევრდომი, ეგრეთ წოდებული მონაპროფესიონალი წარჩინებულებიდან, რადგან მესამე თვალი გახსნილი არ აქვთ. ვერ იყურებიან სასულიერო თვალით და ვერ ხედავენ სასულიეროში რა ხდება.
ბოლო 3 ღამე გუშინ არა, გუშინ მამა ნიკოლოზის არსი ვიგრძენით ხო ძალიან ახლოს და სრული მფარველობა და სრული განზომილებითი გამოყოფა იყო ჩემს გარშემო. წინა აი გუშინდელის წინა 2 ღამის განმავლობაში თვალს ვახელდი ოთახში და შავი წებოვანი ენერგეტიკული ბადე ქსელები იყო გაბმული მთლიან ოთახში. ანუ ადრე თუ ისეთი რამ ხდებოდა, რომ ალაგ-ალაგ ამოდიოდა რაღაცა, ეს ენერგიის მჩარხავი რაღაცა, ეგრეთ წოდებული ვითომ უცხო პლანეტელები, სინამდვილეში სასულიერო ეს ენერგეტიკული არსებები, რომლებიც ჩვენი ბუნებრივი ენერგიის, ეთერის აღებით არიან დაკავებულები და საზრდოობენ. სხვანაირად არ მიუწვდებათ განზომილებითი კანონებითა და წესებით ხელი და არსი საუფლო შუქზე, საუფლო სინათლეზე და ჩვენებს და ჩვენნაირებს და ჩემნაირებს რო ტანჯავენ, ამით იკვებებიან და იპოვებენ უფლებას სრულიად სამყაროზე ასე, თავისი ჭკუით. მაგრამ ჯერ კიდევ აცდის უფალი, რადგან აღსასრულებელია, უნდა გაიწმინდოს ამ ეგრეთ წოდებულმა უცხო პლანეტელებმა, რომლებიც სულები არიან, ბევრი დამნაშავე უნდა შეჭამონ შთანთქან. ანუ ეს არის გადარჩენის პერიოდი. მათ გონიათ, რომ ის უცხო პლანეტელები უფალს არ ემორჩილებიან. სინამდვილეში ყველა და ყველაფერი უფლის გამარჯვებისთვის და საუფლო საკითხების დალაგებისთვის მოქმედებს. თვითონაც კი ამისთვის მოქმედებენ, არც იციან. სადღაც გონიათ და სადღაც ფიქრობენ, რომ ატყუებენ უდიდეს ინტელექტს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნორიელი, ლილოელი, ვარკეთილელი გოგო. არავინ და არაფერი. არც წარჩინებული, არც მედალოსანი. რეებს გეუბნებით. გაიმარჯვეს რამეში? მოატყუეს ვინმე? მამა ნიკოლოზის არსს რაც შეეხება, რა დიადია და რა დიდებულია, სადაც ის არის, იქაურობა წყდიადიდან და ქვესკნელიდან და ამ რაღაცეებიდან მაშინვე ამოყვანილია. გუშინ იყო სრული კომფორტი, სრული სიბრწყვილე და სრული სილამაზე, ძილი. წინა 2 ღამე არასასიამოვნო იყო, გავახილე თვალი, შევხედე ამ ყველაფერს და ამ შეხედვით, რა თქმა უნდა, საზღვრები გაივლო იმაზე, რომ არც ჩემ შვილს და არც ჩემიანებს არავის შეხებოდნენ. და მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა ხოლმე დაძაბული ენერგეტიკა და რაღაცნაირი მწიწკვნელი რაღაცეები, თუმცა არ მეხებოდა და ყოველთვის ხოლმე ჩემ შვილის მამას ამას ვეუბნები, რომ რაღაცა რო შეგიჩდება, დაწყნარდი, ანუ უბრალოდ დამაკვირდი და დაწყნარდი. არ უნდა აყვე იმ რაღაცას, რაც გარშემო მძვინვარებს და ტრიალებს. მაგან უნდა იპოვოს თავისი საკბილო, თავისი გასაწმენდი, თავისი შესანთქმელი. და ჩვენ არ ვართ ეგენი. ამიტომ ჩვენ გაგვიყვანენ და კიდევ უფრო გაგვიყვანენ და თავად სისტემა გაგვაგდებს თავისი საზღვრებიდან. და ვინმეს თუ გწყინთ ის, რომ ბინა წამართვეს და ეს მოხდა და ის მოხდა, მადლობა უთხარი უფალს, რომ წაგართვეს და ის მოხდა და ეს მოხდა, რადგან თუ დააკვირდები და წუწუნში და გმინვაში და იმაში არ იქნები, იქ გადაყავხარ უფალს, სადაც მშვიდად, წყნარად, დაცულად, დაფარულად და საზრდოებით და ყველაფრით იქნები. ყოველ შემთხვევაში მე მასე ვარ. და ყოველთვის ესეთი კავშირი მაქვს საუფლო არსთან, რომ ეხლა ამის დროა? ეხლა ელიტარულ ბინაში ცხოვრების დროა, რადგან პრემიერი აქ ცხოვრობს და ხალხმა და ყველამ უნდა დაინახონ თუ როგორ დაისჯება და რა მოხდება. ეხლა გადასვლის დროა ბუნების წიაღში და ასეთი ბუნებრივი სამეზობლოს
გაშენების დროა, უი, ამ წიაღიდან გადასვლის დროა, კიდევ უფრო სხვაგან, უი, 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 უი. და მადლობა და მადლობა, რომ არ ვიჭედები, მადლობა, რომ დახსნილი ვარ, მადლობა, რომ დაფარული ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კი არა, არსი თავად და იქიდანაც მადლობას მეუბნებიან მერე და გვეუბნებიან, როდესაც დავყვებით უფლისნებას. ეს ეგოა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ქალაქში და ეგეთ ადგილებში იქნებით და მაქაურობას გადაარჩენთ, ერთ-ერთი დროის ხაზი ეგეც არის, მაგრამ უკან არაფერზე არ იხევენ, შეხედეთ რა დღეში არიან. 3 დღეა ჩართულია სერნი ყველგან და მაქსიმალურად ურტყავენ, ევროპული სერნი ყველაზე მთავარი და დიდი ჩართულია. ჩვენთანაც ხვამლის მთაზე გაუკეთებიათ. ერთ-ერთი ბაზა აქაც ჩართულია, ყველგან ჩართულია. და ცდილობენ ამინდისა და ოჯახებისა და ბავშვებისა და ყველაფრის აწიოკებას. ნუ ცნობიერის პროპაგანდა ცალკე მიმდინარეობს მაგ ყველაფრის გარშემო. მთელი ამბებია. მაგრამ მთავარი ცოტა და ეს მთავარი გადასარჩენია და ეს მთავარი ყოველთვის რჩება. რაც არ უნდა გაამრავლონ, რაც არ უნდა ქნან, ეს ნებაა ეგეთი, არ ვიცი, ბუნებაა ეგეთი უფლის, რომ დააცადოს ყველას ყველაფერი. სანამ თავად არ მივლენ იმ ვაკუუმამდე და იმ გამოუვალ მდგომარეობამდე, სადაც აქეთ უფალს მოიხმობენ. თუ არ მოიხმობენ, არსად არ ერევა. თავისუფლება ქვია. მათი უფალი და უფლება ჯერ მასეთია, გესმით? ანუ ჩემი უფალი, ჩემი თავისუფალი, მათი თავისუფალი არ არის. მათი თავების უფალი არ არის. თუმცა ჩემი თავისუფალი, წმინდა, ლმობიერი, დიდებული, ბრძენი და ყველაზე ისეთია. ყოვლის შემქმნელი და შემოქმედი და ყოვლად გამარჯვებული. ანუ გამარჯვებულიც ძალიან დამაკნინებელი სიტყვა მისთვის, რადგან გეუბნებით ყველას, ყველაფერს აცდის თქო. ქეთევან დიახ. გითხარით რაღაცა დრო სჭირდება სასულიერო ეგრეთ წოდებული საზვარეების და სასულიერო დრო სხვანაირად მუშაობს, ვიდრე დედამიწაზე. ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხანია გასული მამა ნიკოლოზის გარდაცვალებამდე. მამა ჩემზე გითხარით 2 თვე ნახევარი იყო, როდესაც ვნახე, რომ ამაღლდა და გადავიდა სასულიეროში და მამა ნიკოლოზზე ზუსტად 2 თვე გავიდა, 2 თვე ნახევარი არის გასული? გუშინ ვიგრძენი, ანუ გუშინ ნახე, რომ всё, ანუ თავისუფალია იმ რაღაც გასავლელისგან, ამაღლდა და ჩვენთან არის. კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაგიზიაროთ, თუთავს ჭამ, იმ თუთას, რომელიც მეზობელმა მითხრა მოჭერი, გინდა თუ არაო და არ მოვჭერდა. მეორე წელია უკვე ყვებავს. მთელი 1 თვე ნახევარი ამას ჭამთ ხოლმე. შავ-ჩაი თუთა. კიდევ რაც უნდა გაგიზიაროთ. გუშინ დამეკონტაქტა ერთი ბავშვი, არ გეტყვით ვინ არის, როგორ, რანაირად, მაგრამ სასულიეროდან ამ ბავშვს დაეკონტაქტა სკოლის მოსწავლეა ჯერ კიდევ. დაეკონტაქტა ვიღაცა სული, რომელმაც უთხრა, რომ 6-4-ის კარიბჭესთან ვარო გაჭედილიო, დიდი ხანიაო და სამაიასთან კონტაქტიო მჭირდებაო და უთხარიო ესეო ისეო და რაღაცები, მოკლედ ზუსტად არ მახსოვს რა ამბები იყო, რადგან ძალიან ისეთი რაღაცები გამოიკვეთა შემდეგ, მაგრამ მე რაც მინდოდა რომ გამეგო და მეკითხა,
ის რაღაცები გავიგე და ვკითხე და მინდა რომ ეხა მოგიყვეთ და წაგიკითხოთ თუ რეები ითქვა, რეები შემომითვალა ამ არსებამ. სინამდვილეში რა უნდა ამ არსებას ვიცი, 64-ის კარიბჭეს შესვლა უნდა, თუმცა მასეთი გაჭედილი არსით და მასეთი მანიპულაციებით და მასეთი ვიბრაციით ვერ შევა იქაურობაში, ამიტომ მსახურებაში ამაღლება ვცადე მისი და ჯერ კიდევ არ გამოსდის, თუმცა ალბათ გამოვლვა, მაინც რაღაცა გვერდიდან კონტაქტი შედგა და რა თქმა უნდა მინდა რომ ყველა არსი და ყველა არსება გათავისუფლდეს იმ პროგრამისგან, იმ ცნობიერისგან, რაც უკან ეკაჩებათ, რადგან მასე არ არის რომ უფალმა ვინმე სადმე არ შეუშვას, შენით ვერ შედიხარ. გესმით ხო, ანუ იმდენად შორდები ნამდვილს და მართალს და სწორს და წმინდას, რომ თავად ვეღარ შედიხარ, თავად ვეღარ მიდიხარ, თავად ვეღარ მიგესწრება. ეხლავე წაგიკითხავთ ერთი წუთით. ამ კოდურ სიტყვებს არ წაგიკითხავთ, რაღაცა სიტყვები მოწერა ისეთი, რომ ამ სიტყვასო რომ იტყვისო კონტაქტზეო გამოვაო მაშინვეო ჩვენთანო. ერთ წუთით ახლა. აი ესეთი რაღაცა ვკითხე და არ ვიცი რატო მენიშნა და რატო ვიგრძენი, რომ გვეკითხა იოსებ სტალინიც მაგარსთან იყო ბმაში თუ არაო. ანუ ეს სული, რომელიც კარიბჭესთან არის გაჭედილი ვიღაცა კაცის თუ მეფის თუ ვიღაცა ესეთის სულია, რომელიც საუკუნეების წინ გარდაიცვალა და ვერ ამაღლდა. სტალინზე ვკითხეთ, რადგან ჩართულია სხვადასხვა მმართველების საკითხებში და ვახტანგ მეფეც ახსენა, სხვადასხვა შელოცვითი სიტყვები ახსენა და რაღაც ცოდნები ვითომ გააზიარა, რაზეც უნდა რომ კონტაქტზე გამიყვანოს და გავიმეორო და გავაკეთო ყველაფერი, რა თქმა უნდა არ ვაკეთებ მაგ ყველაფერს, მაგრამ სტალინზე კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ბოლო დროა მისი არსი ძალიან მენიშნება და ძალიან ჩართულია განსაკუთრებით ბავშვების საკითხში და ჩვენი კავკასიელი ბავშვების გადარჩენის საკითხში. ნახეთ, ესეთი რაღაცა თქვა, რომ კიო ვიყავიო მეო სტალინთანო, კონტაქტზე ხოლმეო და იებას ეძახდნენ, ანუ სტალინს სასულიეროში ეძახდნენ იებას. და მასეთი კოდური სახელი ერქვაო, მისი კოდური სახელი იყო იებაო. ეხლავე ერთ-ერთი ელიტის წევრი იყო ეგეცო სტალინიცო. და აქედან ვკითხეთ, რომ რატო ქონდა შენთან კავშირი ელიტებსო და სტალინს რატო ეკონტაქტებოდი საერთოდ და სასულიერო შენ ვინ ხარო და
რა სითხოვდიო მათგანო და მაგრამ აღარ უნდოდაო მათთანო მერე თავიდან მოიშორესო. ანუ სტალინს არ უნდოდა ელიტებთან ყოფნა და თავიდან მოიშორეს, სტალინსაც აღარ უნდოდა სიცოცხლეო სულიერად აწამესო. ანუ ისეთ მდგომარეობაში იყო სულიერად სიცოცხლის ბოლოს, რომ მასაც აღარ უნდოდა სიცოცხლეო. როგორც სტალინმა აწამა უამრავი სხვა ფიზიკურადო, ასევე იგი წამებული იყო სულიერადო. უნდა მომკვდარიყო, რადგან შემდეგ სხვები აღარ დაიტანჯებოდნენო და იგიც დათანხმდა ამ სიკვდილზეო სასულიეროშიო. იმიტომ არის, რომ არც ერთი თვითმკვლელობა ან მკვლელობა უფლის გარეშე არ ხდება, ანუ თავის უფლის გარეშე. ანუ სტალინს თანახმა იყო, რომ ის სიცოცხლე დასრულებულიყო რეალურად. ასევე მე ვიცოდი, რომ სტალინს არ ჰქონდა სურვილი მათთან საქმის დაჭერის, კონკრეტულად ელიტებთან, რომ მერე კითხვა აღარ დამისვაო. ცუდი ფიქრების გამო ვარ, ხო ეს თავის ამბავს ყვება, მოკლედ თავის გაჭირვება აქვს იმ სულს, რომელიც იქ არის გაჭედილი და ძალიან ისე წვეთ ინფორმაციებს გვიგზავნიდა ჩვენ რაც გვაინტერესებდა იმის გარშემო და ნახეთ მე-18 საუკუნეში არსებობდა მეფე, რომელიც არავინ იცის მისი არსებობის შესახებო. ამოღებულია სრულად ისტორიული წყაროებიდანო. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იცისო მის შესახებო. და ბიძინამ იმდენი რამე იცისო, რომ წარმოდგენაც არ გაქვთ და ყველაფერი, რაც კი რამე ამოღებული და დაკარგული და გაყალბებული და გადაწერილია, ყველაფერზე მიუწვდება ბიძინა ივანიშვილს საინფორმაციო წყარო. ყველა ქართული მოპარული მიწა და ახლანდელი მიწა წმინდაო და სპეციალურად დაინაწილეს მტრებმაო, რადგან სრულად მთლიანი წმინდა მიწა მარტო ქართველების არ ყოფილიყო. ანუ სხვადასხვა ტერიტორიებზე მოაქციესო, სპეციალურად დაიყო ასე რუქებად და ვითომ საზღვრებად, რომ წმინდა მიწა მარტო აქ არ ყოფილიყო. იცოდნენ ამ მიწების სიწმინდის შესახებ და ამიტომაც უნდოდათ აქაურობა ყველა ეს ძალიან. ვახტანგ გორგასალმა ბევრი მტრები სულიერი სიწმინდით გაანადგურაო. მეფეებს ყველაზე მეტად ჰქონდათ სულიერ სამყაროსთან შეხება, ვიდრე წარმოგიდგენიათო. ვახტანგ გორგასალს ჰქონდა საოცარი სასულიერო ძალებიო და მტრებსო მისი ფიზიკური ძალის კი არ ეშინოდათ, მის შინაგანი ძალის ეშინოდათო. ბორო ძალებს ანადგურებდა მტერშიო. უფლება მინდა მომცეთო, რომ სამაიასთან ვიკონტაქტო ხოლმეო.